ეხლა ვილაპარაკებ ცოტა ისრაელზე, ქრისტიანულ სიონიზმზე და საერთოდ სიონიზმი რას ნიშნავს? იმიტომ რომ ძალიან ბევრს არასწორად ესმის სიონიზმი, გონია რაღაცა სატანის და ეშმაკის მონაგონი და სიონისტები გონია რაღაცა ქვეყნის დამაქცევლები და რაღაც უბედურებები და საშინელი რამეები. არა, ჩემო კარგო. სიონიზმის სიტყვა მოდის ციონ არის მთათა სისტემა იერუსალიმში. იერუსალიმის მთათა სისტემას ქვია ციონ, როგორც ჩვენთან საქართველოში კავკასიონის მთებს ქვია, მთათა სისტემას ქვია კავკასიონი, აი ესე ქვია ისრაელში იერუსალიმში ამ მთათა სისტემას ციონ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიონიზმი არის ებრაელების დაბრუნება საკუთარ მიწაზე. იერუსალიმში ასვლა. ანუ, როდესაც ებრაელები ცხოვრობდნენ თითქმის 2000 წელი ცხოვრობდნენ ისინი თავის მიწა-წყლის გარეშე, მათმა, როდესაც 1948 წელს, როდესაც მოხდა გაერთიანებული ერების შეჯამება და შეთანხმება, რომ ებრაელებს აქვთ უფლება თავიანთ მიწაზე დაბრუნების, მათმა დაბრუნდეს. აქედან მოდის ეს სიტყვა სიონიზმი, ნიშნავს ებრაელის დაბრუნებას თავის მიწა-წყალზე, თავის მიწაზე დაბრუნებას, რომელსაც 2000 წლის მანძილზე ის არფლობდა რომაელების გამო, რომელმაც დაანგრია მათი ტაძარი, მათი ქვეყანა, მათი კულტურა და მთელი ესეთი 2000 წლის მანძილზე ებრაელი ერი იყო დევნაში. ვინ უჭერს პირველად ხარი, ვინ დაუჭერა სიონიზმს? პირველი სიონისტი იყო თეოდორ ჰერცლი ეს იყო, რომელიც მოღვაწეობდა ავსტრიაში, ავსტრიელი პიროვნება იყო, ებრაელი იყო, რომელმაც თქვა, რომ მან შეესწრო ებრაელებს ძალიან საფრანგეთში მოხდა ებრაელებს ძალიან დიდი დევნა ამ პერიოდში და მან თქვა, რომ ებრაელებს ჩვენ არსად არ გვაჩერებენო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მიწა, ჩვენი მიწა წყალიო, ამიტომ მოდიო რაღაცა გავაკეთოთ, სადაც ებრაელების რაღაც ცენტრი გვექნებაო. ფიქრობდნენ აფრიკაში იყო ესეთი მომენტი, რომ აფრიკაში გადასულიყო, მაგრამ თქვენს რომ ჯობია ისევ ჩვენ ბიბლიური ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, იქ დაბრუნდეთ. ბიბლიური ტერიტორია. ამის შემდეგ ყურე ახდება. ეს ტერიტორია ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიის ზეგავლენის ქვეშ, ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა მაშინდელი პალესტინა. თქვენ სიტყვა უნდა იცოდეთ პალესტინა საიდან მოდის. პალესტინა მოდის სიტყვა რომაელებმა დაარქვეს, როდესაც რომაელებმა გაყარეს ებრაელები და ებრაელების დაუძინარი მტერი იყო ფილისტიმელები. ფილისტიმელებმა დაუძინებელი მტერი იყო და რომაელებმა ამისაც ებრაელები გაემწარებათ, ამიტომ ამ მიწებს დაარქვა პალესტინის მიწა. რა გააკეთეს შემდეგ? როდესაც შედგა ეს პროტოკოლი შეადგინეს და ეს შეთანხმდნენ, რომ ებრაელები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალზე, რომელსაც ქვია ერեց ისრაელ, ანუ ისრაელის მიწა. მათ თელ-ავივში ესეთი ტერიტორია, დღევანდელი თელ-ავივი როა, ადრინდელი ისრაელის დედაქალაქი, სანამ ისრაელი იერუსალიმში დაიბრუნებდა. დაიწყეს მიწების ყიდვა. არაბები, რომლებიც იქ არ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ თელ-ავივში არავინ არ ცხოვრობდა, თელ-ავივი იყო ჭაობიანი მიწა და ძალიან გავრცელებული იყო მალარია. ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო, ფოთში რო იყო ერთი პერიოდი მალარია გავრცელებული და ადამიანი პანტამპუტით რო ხდებოდა, ისეთი ტერიტორია იყო თელ-ავივი, იქ არავინ არ ცხოვრობდა, საერთოდ არავის არ ჭირდებოდა იქ ტერიტორია, იყო ჭაობი. მაგრამ ებრაელებმა იყიდეს ეს არაბგილობრივი არაბებისაგან, არაბები საერთოდ არ იყენებდნენ მაგ მიწას, იყენებდნენ და დაიწყეს ამ ჭაობების ამოშრობა. და საოცრება გამოუვიდათ. ეს ამოშრობა ამოაშეს ეს საცობები, ეს ჭაობები ყველაფერი და ესე დაბრუნდა. 48 წლამდე არაბებს არაფერი პრობლემა არ ჰქონდათ ებრაელებთან. ებრაელები შრომობდნენ, ყიდულობდნენ თავიანთ მიწებს, ისინი არაფერს არ იკაცებდნენ, არაფერს არ იმაშრებოდნენ და შემდეგ 48 წელს იყო შედგა ესეთი რამე, რომ ის ტერიტორია, რაც ებრაელებს ნაყიდი აქვთ უკვე არაბებისაგან, ამ ტერიტორიის სახელმწიფოს გამოცხადება უნდათ. იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერია აღარ არსებობდა, მაშინდელი პალესტინა უკვე ბრიტანულ მანდატს მიეკუთვნებოდა და ბრიტანელი მანდატს გადადიოდა ვადა. ამიტომ ებრაელებმა თხოვეს, რომ იქნებ ჩვენ ეს ტერიტორია დავიდგინოთ როგორც ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ განავითარებთ ამასო. აქ დაიწყო ეს არ მოეწონათ ეს იდეა არაბებს, არაბების მაშინდელ არაბებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, იმიტომ რომ შეშუდათ, იმიტომ რომ ესენი ცხოვრობდნენ გომორებში, ებრაელებმა ამოაშეს ჭაობი, მიაღწიეს წარმატებას, ააშენეს ქალაქები,
ქალაქი განავითარეს თელ-ავივი და ეს აღარ მოეწონათ, იმიტომ რომ მათზე კარგად ცხოვრობდნენ უკვე. შური იყო ყველაფრის თავი და თავი. პლუს ამას ესეთი რამე თქო უნდა იცოდეთ, მუსლიმანური იდეოლოგია როგორია, ისლამური იდეოლოგია. ისლამურ იდეოლოგიაში ესეთი რამე წერია, თუ ოდესმე ისლამური სახელმწიფო ფლობდა რომელიმე ტერიტორიას 10 წლის მანძილზე, პირობითად ვამბობ 10 წლის მანძილზე, ის ეკუთვნის ისლამურ ხალიფატს. ანუ ხალიფატს რა? მუსლიმებს ეკუთვნის ეს ტერიტორია და მასზე ვრცელდება ისა ქვია, შარიათის წესები. აქედან გამომდინარე მუსლიმმა ვერ აიტანეს ეს. როგორ შეიძლება იუდეველებმა გამოიწვიონ ეს ყველაფერი და ეს იყო მათი ღმერთის, მათი ალლაჰის დამარცხება. იუდაურ ღმერთთან, ბიბლიურ ღმერთთან. ეს ვერ აიტანეს და ამიტომ 58 წელს, როდესაც 18 მაისს მოხდა 14 მაისს მოხდა ისრაელის სახელმწიფოს აღიარება, 15 მაისს არაბებმა დაარტყენ ეგრევე ებრაელს, მაგრამ წააგეს. ყველა ომ წააგებს არაბული მუსლიმანური ქვეყანა ყოველთვის ისრაელთან. იმიტომ რომ ისრაელს ღმერთი იცავს. ეს ღმერთის გეგმა იყო, სიონიზმი ეს იყო ნაწილი ღმერთის. იმიტომ რომ ბიბლიაში ღმერთი ეუბნება, როცა დაგაბრუნებ თქვენს მიწა-წყალზე, ღმერთი ამას ისრაელიანებს ეუბნება, ებრაელებს ეუბნება. როცა დაგაბრუნებ თქვენ მიწა-წყალზე, ანუ მოვიდა დრო, როცა ებრაელები უნდა დაბრუნებულიყვნენ. ეს სიონიზმი ასე ჰაერიდან არ წამოვიდა, ჩემო კარგო. როდესაც დაინახეს, რომ ებრაელები ბრუნდებიან, ამაში ბევრმა ქრისტიანმა ადამიანმა, მართალმა ქრისტიანმა ადამიანმა დაინახეს ბიბლიური წინასწარმეტყველების ასრულება. და ხელი შეუწყეს ამ ებრაელებს რამენერად, რომ ებრაელებმა დაბრუნდნენ. ამიტომ არსებობს ქრისტიანი სიონისტებიც. ერთ-ერთი ქრისტიანი სიონისტი მე ვარ, რომელიც მხარს უჭერ ებრაელების დაბრუნებას თავის მიწა-წყალზე. და ეს ბიბლიური წინასწარმეტყველების ასრულება რატომ უნდა ასრულებულიყო? იმიტომ რომ როდესაც ებრაელი დაბრუნდება თავის მიწა-წყალზე, მაშინ ეზეიკიელ წინასწარმეტყველის 36 თავის მიხედვით, წინასწარმეტყველების მიხედვით წერია, რომ შემდეგ როდესაც შეივსება ის ციფრი ისრაელში დაბრუნებული ებრაელებს, ანუ ღვთაებრივი ციფრი, რომელსაც ღმერთს აქვს განსაზღვრული, რომ ამოდენა ისმა ხალხმა იმასა შეკრიბა ისრაელში ამოვიდა, ამის შემდეგ უნდა ამ ხალხმა უნდა მიიღონ მესია, რომელიც არის იესო ქრისტე. და ის ებრაელი ერი, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველებს, რომ მიიღებს ებრაელი ერი იესო ქრისტეს თავის მესიად. და ამ დროს მოდის უკვე იესო ქრისტე იერუსალიმში. ჩამოდის ზეთის ხილის მთაზე, გამოცხადების წიგნში წერია, აი ის მოდის ღრუბელი და დაიხილავს მას ყოველი ერი. ამ ღრუბლებიდან რო ჩამოდის და იხილავენ, ის დევს ჩამოდის ელეონის მთაზე, ზეთის ხილის მთაზე, საიდანაც ის ამაღლებული იყო მე-40 დღეს აღდგომიდან, როდესაც ის იერუსალიმიდან ამაღლდა. და ანგელოზები რას ეუბნება მოციქულებს, როგორც დაინახეთ მიმავალს, ასე მომავალს დაინახავთ. ანუ როგორც ავიდა, ესევე ჩამოვა და ეს მოხდება იერუსალიმში. ამის წინააღმდეგი არის ყოველთვის ეშმაკი, ხალხო. ისლამი ეს ეშმაკის მოგონილი რელიგიაა. ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ისლამი. ამის წინააღმდეგი ყოველთვის არის ეშმაკი. რატო ხალხო? იმიტომ რომ იესოს მეორედ მოსვლა ეს არის ეშმაკის გასამართლება და დამარცხება. და ეს არ უნდა ეშმაკს, ხალხო. ნუ გახდებით ეშმაკის ინსტრუმენტები თქვენ, როდესაც თქვენ ამბობთ სიონისტების ასეო იმისთაც ასეო ისე ებრაელების, ეს თქვენ პირდაპირ ღმერთს ეწინააღმდეგებით, ხალხო. ღმერთის ერია ისრაელი, როგორც ღმერთის ერია საქართველოს. მაგრამ განსხვავება ფუნქციონში, ღმერთის ერია ისრაელი, იმიტომ რომ ამ ერში მოვიდა და ამ ერში უნდა მოვიდეს ისრაელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ებრაელი ამეთი უკეთესია. არავითარი უკეთესობა არა, უპირატესობა არაფერში არა. ერებში ეს ღმერთს არასდროს არ ქონდა ერების მიმართ უპირატესობა. არც ძველ აღთქმაში იყო ეს უპირატესობა. უპირატესობა იყო პავლე მოციქული, როგორც ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ღმერთის სიტყვა მინდობილი და მათ ეკუთვნით აღთქმა. აღთქმა, რომ იესო მათ გამოისხიდის
საბოლოოდ, როდესაც ის მოვა. და ეს რა თქმა უნდა ასრულდეს ხალხო. ეს დაპირებაა ღმერთის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ებრაელი უკეთესია ქართველზე, ან ქართველი უკეთესია, ან სომეხი უკეთესია. ეროვნების უკეთესობები ესეთი რამე არ არსებობს. ღმერთი არაა მიკერძებული, ყველა ერი უყვარს, მაგრამ პროგრამულ დანიშნულებაშია მნიშვნელობა. პროგრამაშია ყველა ერს ღმერთმა სხვადასხვა პროგრამა მიცა. და ამ პროგრამის ვინც ასრულებს, ის ღმერთის ნებას ასრულებს. და ნუ იქნებით ღმერთის ნების წინააღმდეგი, თქვენ და ნუ იქნებით სატანის ინსტრუმენტი ამ ყველაფერში ხალხო, იმიტომ რომ ისეთ საზღვრებები მესმის